სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილ მინისტრ ლადო ვარძელაშვილს და მასთან ერთად დაკავებულ ორ პირს ბრალი უკვე წარადგინათ. ხვალ აკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლო იმსჯელებს. ამის შესახებ ბრალდებულ ზვიად ქავთარაძის ადვოკატმა კახაშონიემ განაცხადა. მისივე თქმით, ლადო ვარძელაშვილთან ერთად ხვალ სასამართლო აკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელებს ბრალდებულების ზვიად ქავთარაძისა და ვახტანგ ბიჭიკაშვილთან მიმართებაშიც. ვარძელაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლით წარადგინა, რომელიც იარაღის უკანონო შენახვას გულისხმობს. სამართალდამცველებმა სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი და მასთან ერთად ორი პირის ზვიად ქავთარაძე და ვახტანგ ბიჭიკაშვილი გუშინ ვარძელაშვილის საცხოვრებელ სახლში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ დააკავეს. ლადო ვარძელაშვილს მისმა ნათესავმა აჩუქა იარაღი, შესაბამისად არ მოხდა ამ იარაღის გადაფორმება და გამოვიდა ისე, რომ იგი უკანონოდ ინახავდა ამ იარაღს მის საცხოვრებელ სახლში. მას ბრალი წაუყენეს 236 მუხლის პირველი ნაწილით, ანუ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვით. თავს ცნობს დამნაშავედ აღიარებს თანამშრომლობის გამოძიებასთან. ზვიად ქავთარაძის საერთენა ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116 მუხლის პირველი ნაწილით. ეს გახლავთ სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით, მან წაყენებულ ბრალდებაში თავი მთლიანად დამნაშავედ აღიარა მის მიერ უნებლიე და გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაული.